გასაგებია რომ პატარა არხი გაქვს და გუშინდელმა დღემ გუშინდელმა დღემ სიმსუქნე ვერაგი დაავადება დედა ეტერე ქაბაბუკები ვლომად მწვანელი ხახვი და ტა რა იყო გზაში ვიდიოდი ან შემიმოწმე დე სწორად ვაკეთებ თუ არა იქ სიუდრის C'est pour vous personnellement, monsieur Willy. ეტომანიასთან ჩემი ურთიერთობის მე-12 დღე ათენდაი ცოტა ხრინწით გასაგები მიზეზების გამო ალბათ გაგიკვირდებოდათ ეს ყველაფერი ლისით რო არ დაწყებულიყო კი ნამდვილად ასეა ამჯერად მას ცოტა მოვშორდი და იქ ტყეში რო გილიკი აი ესე რომ ზიგზაგებით მევყვება იქიდან მოგესალმებით ჩემი კეტოგენური რაციონის და კეტომანიის რაციონების მირთმევების მე-9 დღეა გუშინელი დღის პატარა მიმოხილვას შემოგთავაზებთ გუშინ მთელი დღე მოვანდომეთ მე და ჩემმა ლომმა სანდრიკამ ვიდეოს მონტაჟს მე მგონი კარგი გამოგვივიდა გამოხმაურებები ნამდვილად კარგი იყო ყველას მადლობას გიხდით აქვე სხაპას ხუპით გეტყვით რა არის თქვენგან საჭირო მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ გამოიწეროთ არხი ეკლები უმორჩილესად გთხოვთ დააჭეროთ ზანზალაკს იმიტომ რომ ამ ზანზალაკზე დაჭერით თქვენ ახალი ვიდეოს შესახებ წინასწარ მოგივართ ინფორმაცია სანამ ნახავთ ეს ცერათითები რო ხატია იმასაც გახკარით კბილი მოიწონეთ ვიდეო კომენტარებს როგორც შეხედეთ ყველას პასუხობ იქ რაღაცა პატარა შენიშვნების ამბავი იყო და იმასაც გავითვალისწინებ არასწორი ფორმა ყოფილა თორმე მივიხთვი და თქვას თორმე გიახელით მე ამაზე კიდე ცალკე პოლემიკა იყო გიახელით უნდა თქვა როდესაც მასპინძელთან მიდიხარ და მასპინძელი თავაზობს საკვებს დრო ჩანჯომ იაქტეურ ამაშიც თქვენთვის ბატონმა დრომა ხო აი ამბავი ერთ სიტყვით რაღაც პატარა კუსკუსელა ჭუკჭუკი ტყდება ხოლმე თითოეულ ვიდეოსთან დაკავშირებით და გააგრძელეთ ასევე ვუთხარით ასევე თქვენ მეგობრებსაც თუ არ გაუგიათ ამ პროექტის შესახებ ჩაერთონ ამ პროექტში რა თქმა უნდა თუ არ გაუგიათ არხის შესახებ ამ პროექტში წონადადებაში როგორ ჩაერთვებიან თუ არხი არ გამოიწერეს და შევიკრათ ერთ სიტყვით ძალიან გულში ჩამჩა ჩემი წინა პროექტი ყველას რო გახსოვთ გურმანის ეკალი იქ ძალიან ბევრი ნეგატიური კომენტარები იყო და ერთ-ერთ დავამახსოვრა ძალიან ესე იწყებოდა და აი დანარჩენ გაგრძელებას მიხვდებით გასაგებია რომ პატარა არხი გაქვს და ხო და მაგ დროს აი მომუკუმშა რაღაცამ რომ გასაგებია პატარა არხი მაქვს ხო და ეს პიროვნება არც დავიმახსოვრო ყოველდღაც არ მიმიქცევია მაგრამ მის გასაგონად ვამბობ ეხლა კონკრეტულად რომ აღარ მექნება ცოტა ხანში პატარა არხი აი შენ პირადად გეუბნები ხო დანარჩენ ჩემს მაყურებლებს და გულშემატკივრებს ვეუბნებით რომ დამეხმარეთ იმაში რომ არ იყოს პატარა არხი გუშინდელმა დღემ გუშინდელმა დღემ როგორ არ უნდა გითხრათ გუშინდელმა დღის ვახშამ ანუ მეორე კვება გაოგნება გამოიწვია რატო იცით მეორე კვების პირველი კერძი იყო ბადრიჯანის შემწვარი ხორცის ფარშთან ერთად ისიც შემწვარი და კეტო კვება კი არა ნებისმიერ რესტორანს რომ შეშურდებოდა ისეთი გემრიელი იყო და დამამახსოვრდა ანუ ხო ყველა რაციონი გემრიელია და დიდი ულუფები მაგრამ ეს განსაკუთრებულად გემრიელი იყო მადლობა ამისთვის კეტომანიას რა თქმა უნდა დავიშვები ცოტა ხანში ვიტამინი G-ში. მოვედი ვიტამინი G-ს ერთ-ერთ ფილიალში, რომელიც მდებარეობს თამარ მეფის გამზირზე და ნახოთ აბა შევიხედავ შიგნით, რა სიურპრიზი დამახვდეს, რით დამასაჭუქებენ. გამარჯობა. ზურა ჩემი ნამდვილი სახელი. გიორგი სასიამო. გამოვეხმაურე თქვენს შემოთავაზებას და მოვედი მოდი მაშინ პირველ რიგში დავიწყოთ ელექტროლიტებით. პირველი რეკომენდაცია იყო შემიძლია შემოგთავაზო ნეიჩერის ელექტროლიტები, რომლის შემადგენლობაში არის C ვიტამინი დამატებული, პლუს დამატებული აქვს ბეჭდგუფის ისეთი ვიტამინები, რომელიც პასუხისმგებლები არიან ჩვენს ენერგიულობაზე, პლუს ხასიათზე, ძვალსახსოვანი სისტემისათვის საკმაოდ კარგი არის და პირველ რიგში ეს ელექტროლიტები მოგეხმარება იმ ენერგიის აღდგენაში და სპაზმების მოხსნაში, რაც ძირითადად წონისკლების დროს ხშირია რა უფრო. დიდი ალბათობით წონისკლების დროს ეხა D ვიტამინის ნაკლებობა ეხა ანალიზები რო გავიკეთე თავიდან რომ D ვიტამინის ნაკლებობა მაქვს. 5000-იანი რომ მიიღო, მაშინ უჯობესი იქნება. შეგიძლიათ ჩვეულებრივად ყოველ დღე თუ არა დღე გამოშვებით თითო კაფსულა მიიღო, ძვალსახსოვანი სისტემისთვის და ენერგიისთვის ესეც საკმაოდ კარგი ვიტამინია. კი.
და ერთ-ერთი საუკეთესო ვიტამინია წონის კლების დროს. შეგვიძლია ეს ვარიანტის გამოვიყენოთ რა. მოგესალმებით, მადლობა. კარგი. თევზის ქონიც იგივე ბრენდის იყოს, რადგან აქ ვართ. ამერიკული ბრენდი არის და საკმაოდ კაი ხარისხია. 850 მგ-იანი აქტიური ომეგა აქვს შემადგენლობაში. საკმაოდ მაღალი შემადგენლობა აქვს EPA და DHA-ის, ანუ ცხიმოვანი მჟავების. ესეც საკმაოდ კარგი არის წონის კლების დროს, იმიტომ რომ ძირითადად ჯანსაღი ცხიმოვანი მჟავა არის, რომელსაც ჩვენ თევზისგან ვერ ვიღებთ, ანუ ფიზიკურად მაშინ უნდა ვჭამოთ ძალიან დიდი რაოდენობით. მინერალებით შეგიძლია დაამატო, ანუ ზოგადად რა ელექტროლიტებიც ავარჩიეთ მინერალების შემადგენლობაში აქვს, თუმცა თუ ცალკეულად დაამატებ, უმჯობესი იქნება, იმიტომ რომ მაინც დოზირება უფრო მაღალია. როცა კომპლექსურად იღებ რაღაცას, კარგი არის, თუმცა ცალკე დამატება მაინც უმჯობესია რა. ეგეთ ვარიანტს შემიძლია შემოგთავაზო კალციუმ, მაგნეზიუმი და ცინკი. კალციუმი მოგეხმარება ძვალსახსროვანი სისტემის განვითარებაში, ასევე მაგნეზიუმი წყლის ბალანსს შეგინარჩუნებს და მინერალიზაციას მოგიწესრიგებს სხეულში. პლუს ნერვული სისტემისთვის ძალიან კაი არის, რაც წონის კლების დროს მე მგონი რომ პრობლემატურია რა, კორტიზოლი იწევს. კი. თუთია ენერგიულობისთვის კარგი არის, მამაკაცურ ლიბიდოზეც კარგად მუშაობს. საბოლოო ჯამში ისეთი კრებულია და კომპლექსია, რომ გამოგადგება რა. ცალკეულად შეგიძლია დაამატო წონის კლების დროს ამინომჟავები. Gold Amino 10000 რომელშიც საკმაოდ დიდი დოზირებით შედის ამინომჟავები. ამინომჟავის საერთო ფუნქცია არის კატაბოლური პროცესის გაჩერება, ანუ კუნთიშლას აჩერებს. წონის კლება პირდაპირ კავშირშია კუნთიშლასთან, იმიტომ რომ კვებით ვერ იკვებები, კალორიას არ იღებ, რაც საჭიროა იმდეს, გამოგადგება კუნთის შენარჩუნებისთვისაც და პლუს აღდგენით პროცესებშიც გამოგადგება რა. მეხმარებიან წონის დაკლებაში. მადლობა ვიტამინ G-ს. სიმსუქნე ვერაგი დაავადება. ესეთი შესავლით ვიწყებ ჩემი კეტოგენური დიეტის მეათე დღეს და რატომ ვიწყებ ესე ამას ცოტა ხანში გეტყვით, მანამდე ჩაგაბარებთ მე-9 დღის ანგარიშს. კეტომანია მაკვირვებს. გუშინდელი დღე იყო ალბათ ამ 9 დღეთა შორის ყველაზე მაგარი დღე, იმიტომ რომ დილა რა იყო და ის პირველი რაციონი, პირველიდან ორამდე რომ იწევს, მივიღე ყიყლიყო, რა თქმა უნდა, არა ფორმულის ფქვილით გამოცხარი პურით, არამედ ნუშის ფქვილით გამოცხარი პურით. გამახსენდა ეგრევე ბავშვობა, დაუბრუნდი. ანტუან ეგოს რო ემართება, რატატუი შეგმა მივიდა. დედა. ეგეთი ვიყავი და ვახშამიც, ანუ მეორე კვებაც ფანტასტიკური გამოდგა. ვახშმის შემთხვევაში გიახელით ხათმის სალათი, შემწვარი ხათმის ნაჭრები და ამბავი და ეტერე ქაბაბუკები. პატარა ქაბაბუკები, რომელმაც ასევე ბავშვობაში დამაბრუნა და გამახსენდა რიკოთის პირველი გვირაბიც რო არ იყო ჯერ და რიკოთის უღელტეხილით რო გადადიოდა დასავლეთში, იქ იყო ერთი გაჩერება, სადაც იყიდებოდა პატარა ესეთი ქაბაბუკები. ესე დიდ ქაღალდის კონვერტს აკეთებდნენ და ამაში იყრიან ქაბაბებს. ბლომად მწვანელი ხახვი და ტა რა იყო გზაში ვიდიოდი, თან ამას ილუკმებოდი და თან დასავლეთის ხედებს ხედავდი ფანჯრიდან. კაი იყო მოკლედ გუშინდელი დღე, მადლობა კეტომანიას, ხანდახან ძალიან მაგრად რომ ისწორებენ. რატომ დავიწყე ეს ყველაფერი? სიტყვებით სიმსუქნე ვერაგი დაავადება. ვიმყოფები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო სართულის აივანზე. აი აგერ ჩანსის ორგანიზაცია, რომელიც იწოდება ლუგარის ლაბორატორიად, მის გვერდით ვარ, კახეთის გზატკეცილზე და მიზანი ერთადერთი. მიზანი ერთია, დიადი, ნათელი, დარარარირა, ეს მზიურია, ეს ძველი დრო. მიზანი ერთია, დიადი, ნათელი, ჩვენი მზეც ნათელია. მიზანი არის მაწუხებს სადღაც უკვე 2 კვირა, მაშინდელ რაც დიეტა დავიწყე, რუსიკო კვანჭახაძის მიერ, ჩემი დიეტოლოგი, ენდოკრინოლოგის მიერ, ნათქვამი რუსოს მოვიკითხავ, რიცხვი 42-43 სხეულის მასის ინდექსი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მაწუხებს ასევე რას ნიშნავს კომორბიდული სიმსუქნე, რაც მჭირს და ასევე მაწუხებს ჩემი უპასუხოდ დარჩენილი კითხვა რუსიკოსთან, რამდენი კილოგრამი უნდა დავიკლო, ანუ რამდენ კილოგრამზე უნდა დავდგე, რომ აღარ მეწოდოს მსუქანი ადამიანი. მოდი ამ ყველაფრის გასარკვევად იმ ადგილს მივმართოთ, სადაც ამ ყველაფრის შესახებ იციან 5-იანზე, 10-იანზე, 100-იანზე, 10,000-იანზე, მილიარდიანზე. კომპეტენტურ ხალხს ჩავრთავ ამ საქმეში, ჩემს დაგროვილ კითხვებზე ვიღებ ამომწურავ პასუხს. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდელ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ელას ტურუა.
გამარჯობა. გამარჯობა. პირველ რიგში კომორბიდული სიმსუქნე. რო გავერკვე კარგად და გავარკვიოთ ჩემ მოყურებელს რას ნიშნავს ეს. კომორბიდული სიმსუქნე ნიშნავს, რომ მხოლოდ სიმსუქნე არ არის თქვენი პრობლემა და სხვა დაავადებებიც არის სახეზე, თანხლები დაავადებები გაქვს სამწუხაროდ. ზოგადად მარტო სიმსუქნე არ ხდება ხოლმე და სიმსუქნე ხშირად გამოწვეულია ან თან ზრდებს სხვადასხვა არაგადამდებ დაავადებას და მათ ასევე თვითონ სიმსუქნე იწვევს გარკვეულ არაგადამდებ დაავადებებს. გასაგები. ანუ სხვა სიმსუქნეს დიაგნოზის გაქვს, სიმსუქნეს პლუს მაღალი წნევა, სიმსუქნეს პლუს დიაბეტი, ღვიძლის პრობლემები, გაცხიმოვნება და ეს ყველაფერი გარკვეულად უკავშირდება დაბალ ფიზიკურ აქტივობასაც შემდეგში. რომელიც გამოვასწორე და უკვე ორი კვირა დღეში 15,000-ს გავდა. ოჩახ რეკომენდაცია. ოჩახ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, სამწუხაროდ ჩვენ ისე ვიზრდებოდით, რომ ფიზიკური აქტივობის აუცილებლობა ნაკლებად გვესმოდა. მე სკოლაშიც ისეთი თაობა ვართ, რომ სკოლაშიც ფიზიკური აქტივობის გაკვეთილები არ მქონდა და ასე შემდეგ. ვაცდებდი ბატონო გოგონები მით უმეტეს და ამ დროს ეს არის უმნიშვნელოვანესი და პრევენცია როგორც ჩვენს მიერ უკვე ჩამოთვლილი დაავადებების, ასევე სხვა დაავადებების და სტრესის თავიდან აცილების საშუალება და ბევრი და. ხო და ეს ყველაფერი რუსიკომ გამოთვალა რაღაც ფორმულით, რომლის შემდეგაც ეს დიაგნოზი დასვა. ეს არის BMI იგივე სხეულის მასის ინდექსი. მასის ინდექსი. აი აქ იყო დიდი კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ ჩემი თავარი შეკითხვა იყო და არის ეხლა რჩება. გავიგო რა არის ის წონა, რომლამდეც უნდა ჩამოვიდე, რომ აღარ მერქოს მსუქანი და მერქოს ნორმალური ადამიანი. ხო და ეს ფორმულა რომ გამომარტოთ, სხეულის მასის ინდექსი გამოითვლება ჩვენი წონა კილოგრამებში იყოფა ჩვენ სიმაღლებზე მეტრებში კვადრატზე. არის რამოდენიმე კატეგორია, არის არასაკმარისი წონა, არის ნორმალური წონა, ჭარბი წონა, სიმსუქნე და სიმსუქნეს რამოდენიმე სტადია. ანუ 18-მდე ეს არის არასაკმარისი წონა, 18-ის მაჩვენებელი, 18-დან 25-მდე გახავთ ნორმალური წონა, 25-დან 29-ს ჩათვლით არის ჭარბი წონა და 30-დან არის უკვე სიმსუქნე. გასაგები. ანუ შეგვიძლია ჩვენ მარტივად სახლის პირობებში გამოვითვალოთ ჩვენი სხეულის მასის ინდექსი. ნებისმიერ შემთხვევაში სულ რომ არასაკმარისი წონა გქონდეს, ფიზიკური აქტივობა არის გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არასაკმარისი წონის რეკომენდაცია იქნება, რომ წონა ავიდეს ნორმალურამდე. ანუ იმ ზღვარში მოხდეს 18-დან 25-მდე მოხდეს. ეს ფორმულა სადღაც ანუ საერთაშორისო ყველასთვის მისაღები, ხო? ეს ფორმულა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფორმულა და ზოგადად ამას იყენებს მთელი მსოფლიო სხეულის წონის, ანუ არა მხოლოდ წონა რო ავიწონებით, ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ვიღაც არის 2 მეტრიანი, ვიღაც არის მეტრანახევარი, სხვადასხვა კომპლექცია გვაქვს, ანუ ეს არის უნივერსალური მიდგომა, რომელსაც მთელი მსოფლიო ვიყენებთ, როგორც კლინიკურ მედიცინაში, ასევე თქვათ ჩვენ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და ეპიდემიოლოგიაში. ანუ მხოლოდ წონა და მხოლოდ სიმაღლე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დიაგნოზი დაისვას, იმისთვის, რომ ადამიანს გარკვეული რეკომენდაციები მიეცეს. თითქმის მეგობრების 80% მეუბნება, რომ რატომ არა ბარიატრია და რაღაცნაირად დამამშვიდოთ იქნებმე და მითხრათ, რომ ეს გზა ჩემი არჩეული არის უფრო კარგი, ვიდრე ის, რომ ერთ დღეს დავწვე, გავიღვიძო და აღარ მქონდეს 70 კილოგრამი. ზოგადად ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა გარკვეული სტრესია ორგანიზმისთვის და თუ კი შეგვიძლია რომ ეს თავიდან ავიცილოთ, უნდა ავიცილოთ. ეს მიერ არჩეული გზა აუცილებლად მიგივართ შედეგამდე, თუ ამ გზას არ გადახვალთ და ასევე ვივლით ფიზიკურად ვიქნებით აქტიური და ყვებით რეკომენდაციებს დავიცავთ და არ მგონია რომ საჭირო გახდეს ბარიატრიული მკურნალობა. თან მე როგორც გაფასებთ, არ ვიცი 42 მაჩვენებელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ არ ახართ ისეთი მსუქანი, რომ სხვა გზა არ იყოს, რომ ბარიატრიული ჩარევა მოხდეს. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვა გზა უბრალოდ ვერ იქნება შეთავაზებული, ეს არის უკვე ძალიან სერიოზული გულის დაავადებები, სერიოზული ფორმის დიაბეტი,
ისეთი სიმსუქნე, რომელიც თქვათ კვებით ქცევაზე არ არის დამოკიდებული და ფიზიკურ აქტივობაზე, ამ შემთხვევაში, როდესაც ჭარბი წონა 100 კილოგრამს აჭარბებს და მეტია, არ არის სხვა გზა. ამ შემთხვევაში, მაგრამ შენ შემთხვევაში ყოჩახდა გულშემატკივრობ. ასე რომ ჩემო მეგობრებო, სკეპსისით აღჭურვილებო, რატო ვიმეტებ თავს 365 დღის განმავლობაში, აი პასუხი გაიცა. მით უმეტეს ძალიან კარგი გამოცდილება გაქვს ამ მიმართულებით, ძალიან გამხდარიც მახსოვთან ასე რომ რუსიკოს ახმარებით ხშირად ყოფილვარ. ნორმალურ წონაზე არასდროს არ ვარ. მე ზარმაცდებოდი ხოლმე გზაში და აღარ უჯერებდი რუსიკოს რეკომენდაციებს, რისთვისაც ბევრი საყვედურე მოვისმინე და ეხლა აქედანაც კიდევ ერთხელ მოვიბოდიშებ, რომ არ გამოკრევი ბოლო. ანუ თემა გასაგებია, მე ხა მარტივად თქვენს მაყურებლებსაც აგიხსნით ცალკე მოვიმარჯვებ დაფას და მარკერს და გამოვიყვან ჩემს წონას, ანუ სად არის ჩემი ნორმალური წონის ზედა ზღვარი. ანუ იმ ზღვარს თუ ჩამოვსდე, ნიშნავს, რომ 8 მილიარდი ადამიანიდან ერთიც ვერ დამიძახებს სუკას. ჩემი მიზანი ეს არის. კი ბატონო. ანუ ისურვენ წარმატებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დაავადება და კონტროლი გასაგებია, არაგადამდავებული დაავადებები გასაგებია, ბევრი რეკომენდაციები დამჭირდება გზა და გზა ალბათ თქვენგან და პერიოდულად შეგაწყვეტ. ძალიან დიდი სიამოვნებით და დიდი სიხარულით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ სფეროთი და ამ საკითხებით ბევრი არ ინტერესდება. ყოველ შემთხვევაში ჩემთან არ მოდიან და მით უმეტეს რომ YouTube არის ესეთი უნივერსალური საშუალება სხვადასხვა ინფორმაციის მიღების. ჩემი აკვიზიტი დავიწყე სიტყვებით სიმსუქნე ვერაგი დაავადება. არის ასე. ასეა ნამდვილად. ასეა ნამდვილად. შორს არსად არ წავსულვარ ლელასთან შეხვედრის დამთავრებისთანავე მეორე ეტაპში გავმოვედი. სასწრაფოდ მინდა გავიგო რამდენი კილოგრამზე უნდა დავდე. ესე იგი, როგორც ლელამ გითხრა, ჩემი ახლანდელი წონა გაყოფილი სიმაღლის კვადრატზე მეტრებში. ეხლა გავიგოთ რატომ დამიშვა დიაგნოზი რუსიკომ 42-43 ემაგრაიმში. 164 იყო, რომ დავიწყე. სიმაღლე ვიცით მეტრი და 95 კვადრატი 3 ეს კვადრატის მარგივრად 3.80 და 25 და გამოვიყვანო ჩვენი სხეულის მასის ინდექსი 53 და 0 მაქვს ერთი სიტყვით ჩემი ამჟამინდელი სხეულის მასის ინდექსი. წავედით ახლა იგივენაირად უკან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რა ლელასგან, რომ სხეულის მასის ინდექსი ყველაზე ზედაზღვარი ჩემი, ნორმალური წონა რომ ერქვას უნდა იყოს 25, ამიტომ ვიცით. 25 უდრის აქ რა წონაც უნდა იყოს, ჩაიწერება იმის მერე, რაც დადგინდება, ანუ აქ x-ია. და აქ იგივენაირად ციფრი 3.25. ეხლა მათემატიკა კარგად ვიცი, გამომდინარე იქიდან რომ ბავშვობიდან მიყვარდა. და მათემატიკოსი მყავს, სტალიკოს მოვიკითხა აქედან. ან შემიმოწმე D. სწორად ვაკეთებ თუ არა. x უდრის 3.85 გამრავლებული 25. Skibidi-dibidi-dibidi-dibidi-dibidi-bum. 95 კილოგრამი და 0,625 გრამი. ეს წონა მექნება თუ არა 3, 6, 5, ანუ 365 დღის დასასრულს ვერავინ ვერ დამიძახებს მას. ანუ ტარგეტი გვაქვს. ეხლა ამის ქვევით სადამდე შემიძლია ჩამოსვლა? აქ გვაქვს ისევ აფიქსირებული 18, ანუ ქვედა ზღვარი ნორმალური წონის x იგივენაირად 18 უნდა გავამრავლოთ 3.80-25. ქვედა ზღვარი, რომელიც ალბათ ვერასოდეს არ ვიქნები და არც მინდა ამდენი რომ იყო, ახლოთ 68 კილოგრამი და 68 კილოგრამ ნახევარი. არ მინდა გაკვეთილი როგორი იყო თქვენს ალბათ თქვენი წონა გამოითვალეთ
ძალიან ადვილად ახსენიეს ყველაფერი. თუ მეტი გაგვდა სიმსუქნეში გავიქცათ, სურთ მალე დაკლებოს, თუ ნაკლები გაქვთ მომატებას და ამ ზღვარში კიდევ ერთხელ გავწერო BMI ზღვარი ნორმალური ადამიანის გახლავთ 18-დან 25-მდე. კეტომანიასთან ჩემი ურთიერთობის მე-11 დღე სასიამოვნო სიმბოლური ამბავია, რომ ფეხბურთის დღეს დაემთხვა ათომის ძალიან ლამაზ სტადიონზე ჩვენი ლომები უკრაინას უპირისპირდებიან. ამ წუთამდე ცდილობენ ჩემი მეგობრები, რომ ამენაირად მომახვედრონ ათომში სტადიონზე. გიგა ჯიჯავაძე, იგივე ჯიჯი ცდილობს, რომ ამენაირად იქ გამაჩინოს. მოვიკითხავ აქედან, ვიცი რომ მთელი გულით და სულით ჩაალიჩავს ამ ყველაფერს და შედეგს მერე გავიგებთ. ეხლა ვილაპარაკებ ნაკრებს. ზომოთ მიყვარს ყველა ფეხბურთელი. განსაკუთრებული ემოციებით გამსჭვალული ვარ თითოეული მათგანის მიმართ, იმიტომ რომ გუნდი რაც დებს ყოველთვის რეზულტატს არის როგორც ერთი ოჯახი. ახალს არაფერს არ ვიძახი, მაგრამ ემოციებს ვიძახი. და აი როგორც ერთი საათი და ყველა მექანიზმი რო გამართულია ისე მუშაობს. მადლობა ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველას, ვინც ამ საქმეში წილი დაიდო, ფეხბურთელებსაც, სამწვრთნელო შტაბსაც, ინფრასტრუქტურას, ყველაფერი ერთად არის წიკწიკებს ერთი სიტყვით და ამიტომაც არის ესეთი რეზულტატიანი ჩვენი ნაკრების ბოლო გამოსვლები. ეს იმედის დღესაც მაქვს. ხო და რაღაცნაირად მინდა ჩემი მხრიდან მხარდაჭერა და ჩემი ხმა გავაგონო. ესეთი რამე გადავწყვიტე, რომ ეხა ნოემბრის არჩევზე სანიელმა გამოიძახა 23 ფეხბურთი და 23 ლომის ჩემგან მხარდაჭერის მუღამში ავდგები და 23,000 ნაბიჯს დავხარავ ფეხბურთის დაწყებაში. აი შევიმოსე საბრძოლო გამოცდა ელოდება ჩემს ახალ რანერებს. და იმედი არ დამაღალატებენ და ბიჭებისთვის დანაპირებ შემასრულებინი. წავით. დღეს ველოდება უკრაინასთან მოგება ტრუბინის კარებში ბურთი შევარდება დღეს ველოდება უკრაინასთან მოგება ტრუბინის კარებში ბურთი შევარდება კარგად მივდივარ, ჯერჯერობით 12,055 ნაბიჯზე ვარ. მინდა ჩემს მაყურებელს მადლობა გადაუხადო. რაღაცნაირად მინდა რომ დავასაჩუქრო და გზაში რომ მოძრაობდი, ერთი და მომივიდა აზრი. ჩემს მეორე პროექტს შიდა სამზარეულოს მეგობარი გამოუჩნდა და ეხლა მინდა პატარა ნაწყვეტი განახო ძალიან ცნობილი ფილმიდან კვენტინ ტარანტინო Kill Bill 2. მერე მოგცემთ მინიშნებას, ვინც გამოიცნობს პირველი, რა ნივთზეა საუბარი და რომელ კომპანიას დაუძმობილდი და დაუმეგობრდი, დასაჩუქრდება ამ ნივთით. აბა ეხლა ნახეთ ნაწყვეტი. სამზარეულოს, კონკრეტულად მე და ყველა მზარეულს ამ ნივთის გარეშე თავისი ჯადოქრობები და ჯადოსნურები ჩატარება არ შეუძლია. ძალიან გავს ამ კომპანიის სახელი, რაც ნათქვამი იყო ნაწყვეტში კაცის სახელს. ხო, კაი, კიდე ერთ მინიშნებას გეტყვით, ძალიან რო გაგიადულოთ უკვე და ოღონ ეხლა უნდა იჩქაროთ და ვინც პირველი მიხვდება ეგრევე უნდა დააკრიფოს. პირველი კომენტარის ავტორი საჩუქრდება. საერთო კაც მახარას ქონდა ამ პროდუქტის რეკლამა და მახარას მოკითხვა აქედან ჩემგან. ჯერ უკვე თქვენ ხო გამარჯვებული რა თქმა უნდა. შემდეგ გადაცემაში მიიღებს ამ ნივთს და ამ ნივთის გადაცემის ვიდეოსაც შემდეგ გადაცემაში ეხება. აბა წარმატებებს გისურვებთ, მე გავაგრძელე ნაბიჯები. პროექტი.
პატარა შესვენება მაქვს და კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთაგანს ვინც შემატკივრო, ვინც კომენტარებში მომიხსენიებს თბილი სიტყვებით, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. აი აქ შევკვონდი შესვენებაზე, მოვყვეთე კენკრის ჩაი ლიმნით, არანაირი სეროფების და შაქრის გარეშე. მადლობა დანკინს, რომ აი ესეთი საყვარელი წარწერით მომცეს. ჩემი ხუთუნელი ჩაი. 23,142 ნაბიჯი. აი როგორი გულშემატკივარი ვარ. ლომებო თქვენ. ეს უნდა მოვიგოთ ვეჭველი, დღევანდელი თამაშიც მოსაგებია და მერე ჩეხეთშიც მოსაგებია ოლომოუთში. დაუჯერეთ ყველაფერი თავარკაც, აბა თქვენ იცით, ჟინით, ბრაზით, ერთმუშტად, შემართებით და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი ვილის თვის შესრულებული კიდევ 1000 ნაბიჯი. C'est pour vous personnellement, monsieur Willy. წავედით. დღეს გველოდება კრაინასთან მოგება დრუბინის კარებში ბურთი შეგონდება დღეს გველოდება კრაინასთან მოგება დრუბინის კარებში ბურთი შეგონდება დღეს გველოდება კრაინასთან მოგება დრუბინის კარებში ბურთი შეგონდება მანიასთან ჩემი ურთიერთობის მე-12 დღე ათენდა ცოტა ხრინწით გასაგები მიზეზების გამო დავტოვე ჩემი ხმა ორბელიანზე საფეხბურთო ემოციებით გაჯერებულმა გამოვიძინე მეორე თამაშსაც უყურე რა თქმა უნდა ალბანეთი ჩეხეთს ყველაფერი ოლომოუთში გადაწყდება 27,596 ნაბიჯი თუ ოდნავ მწყდებოდეს გული ყველაფერი საუკეთესო მინდა უსურვოთ ჩემს გულში მყოფ ლომებს. გენაცვალე თქვენ ოლომოუთში, მაგრამ დავტეხოთ ყველაფერი და გავიდეთ პირველ ადგილზე ჯგუფში. ეს ფეხბურთი. რაც შეეხება რაციონებს, მეორე რაციონი იყო ფანტასტიკური, თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე. ძალიან გემრიელი კეტო-ბურგერი მივიღე. დაკვირვება უნდა გაგიზიაროთ. თავიდან რო იწყებოდა ეს კეტო დიეტა, ულუფები რომ მოდიოდა, როგორ თვალით უყურებდი, იცით რომ აი დამანაყრებს ახლა ეს მე. ეხლა უკვე დღითი დღე კუჭი დამეპატარავდა და რო უყურებ ხოლმე, მოუხდი თავს დღის კვებას, მოვერევი ამდენს, მოვახერხებ და მივირთმე. კაი ამბავია ერთ სიტყვით. ხო, მე-12 დღე არის პოდკასტების დღე, დღეს ორგან ვიქნები, ორ სხვადასხვა ადგილას პოდკასტის სტუმარი. ამ ყველაფერს ადგილზე რომ მივალ მოგიყვებით, დედა რექსიმ გამოვისეინებ. რექსი, მიესალმე. ეხლა მე დავაწვევი ნაბიჯების დაფარვას დავიწყებ. თუ ერთიანად ვერ დავფარე, მე დღის განმავლობაში პოდკასტებს შორის პაუზა რო იქნება დროის, გავაგრძელებ. სრული დატვირთვა რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აი შევხვდებით. აი ესეთი უცნაური ადგილიდან გერთვებით პრინციპში უცნაურიდან რატო? ვიმყოფები Smart აკადემიის შიდა სამზარეულოში. ოქმედების პოდკასტი არის ესეთი გადაცემა YouTube არხზე, Smart აკადემია ქვია არხსა, იქ ვიდეო სახწერილობაში ნახავთ ყველაფერს ინფორმაციას ამის შესახებ. აქვე შეგახსენებთ ჩემ არხთან ერთად აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხიც, დაალაიქეთ, დაწერეთ კომენტარები, იმეგობრეთ. ყველაფერი კარგი, გააკეთეთ რაც შეიძლება გავუკეთოთ YouTube არხებს. გაგიკვირდება და პირველი არ იყო კავეენი, პირველი იყო ტელეკომპანია იბერვიზია. პარანოიას ესეთი უცნაური უმორის მქონე გადაცემას ვაკეთებთ და ცნობილი რაც გაგახსენდება ახლა თავში პირველი თქვი და გეტყვი ვიყავი თუ არა ტელევიზიაში. უცებ იმედი რა თქმა უნდა. რუსთავი 2 პატარკაცი შვილის დროს ვიყავით რუსთავი 2-ზეც. პირველ არხზეც პირველ არხზეც მზეც ხო იყო? მზეზეც. პოდკასტების დღის მეორე პოდკასტი. ეხლა ვიმყოფები YouTube არხ ვებერთელას პოდკასტ სტუდიაში. ნუ ეხლა ჯერჯერობით ესეთი ფორმატის არის, მაგიდა და მიკროფონები და პოდკასტი როგორც წესია, ბიჭებს სტუმრად ყავარ მოწვეული
გაეცანით ჩემს მაყურებელს. გიგა. გამარჯობა, ზუკა. ბიჭები წარმოადგენენ YouTuber-ს ვებერთელა, რა უნდა ქნათ ახლა ზეპირად იცით. მაინც შეგახსენებთ, უნდა გამოიწეროთ ვებერთელა, უნდა ბევრი ესეთ ცერატითები დაუწეროთ, თვითონ არცაც და ვიდეოებსაც, ზანზალაკსაც დააჭიროთ. აგიხსენით უკვე ზანზალაკის მნიშვნელობა წინა პოდკასტის მსვლელობისას და მე უყუროთ კარგ საინტერესო ვიდეოებს. არა მარტო ჩემთან ერთად, არამედ ბიჭებს სხვა კარგი სტუმრებიც ეყოლებათ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ძალიან დიდი. მომიჭებით აბა ორი სიტყვით რაზე იქნება ჩვენი ინტერვიუ, რა თემებს შევეხებით, რომ გასაგებია კინო, სერიალები. ხო, იდეაში ვებერთელას ანუ საწყისი ფუძე აქ აღებული ფუნდამენტში სცენარი და ამბავი. როგორ უნდა სწორედ როგორ უნდა მოყვე ამბავი რა storytelling-ი, თხრობის სტრუქტურა რაც არის და შენც მაშინ გაგიცანი აი სარკეში როცა მოხვედი რომ აი ეს როგორც ყველა ჩვენიც ვიყავით, გაინტერესებდა ეს როგორ უნდა იყოს გამართული ამბავი, მოთხრობ როგორ უნდა იყოს ეგ მოთხრობილი და იქ თხრობი ვსწავლობდით ერთად ჯონ თრუბი. და მაგარი საინტერესო ბრეინშტორმინგებიც ჰქონდა, თუ გახსოვს კიდე იქ სოლიტუდზე ვმუშაობდით და სამწუხაროდ ვერ ნახა ტყის ვერ ნახა მაგ ფილმმა, მაგრამ თვითონ პროცესის დროს იმდა რაღაცა სწავლობ და იქებ რომ აშკარად უფრო გაზრდილები გამოვედით მე და მაგ ოთახიდან და როცა კარგად ფლობ ამას და როცა კაი ამბების დაწერა შეგიძლია, მე რაღაცნაირად ბევრი კაი რაღაცის გაკეთების საშუალება გეძლევა და ფაქტიურად რომ შევაჯამოთ ეს შენი ნათქვამი, ვასწავლეთ ადამიანებს თქვენი არხის საშუალებით, როგორ შევიდნენ სცენარის წერის სამყაროში, ხო? კი, ეს იქნება ფილმი, სერიალი თუ რაღაც პატარა თამაშისთვის შეიძლება იყოს, კომიქსისთვის შეიძლება იყოს, რასაც ამბავი ჭირდება, ყველაფერი და გარდა მაგისა, რომ გვინდა რომ თქვათ ეს ცოდნა გავზიაროთ და ჩვენ თვითონაც უფრო ავიმაღლოთ ეს ცოდნა და ჩვენც ვისწავლოთ რაღაცა ზოგადად ფილმების განხილვა, ფილმებზე საუბარი და ასე შემდეგ. გადაღების პროცესი როგორი არის, ანუ რაც ეხება კინოს, სერიალს, კომიქსი თუნდაც, თამაში, ყველაფერს გვინდა შევეხოთ და იქ საინტერესო ამბები ვნახოთ ჩვენ თვითონ მოსაყოლად. აი, ჩვენ დავუწყებთ ახლა პოდკასტ, თქვენ კიდევ ერთხელ გამოიწერეთ არა მარტო ეკლები, არამედ ვებერთელა არხი და საინტერესო რაღაცების მაყურებლები გახდით ამ ორი არხის საშუალებით. კეტომანიასთან ჩემი ურთიერთობის მე-15 დღე, აწონვის დღე მაგ დღეს, მაგრამ სანამ ავიწონები ზედმეტ გრამებსაც მოვიშორებ, ამიტომ იმყოფები ემპორიუმში, დიდად მოწესრიგება და არსთვის ამბავი არ მჭირდება, ეს ხელის შევლება ზოგადად. მარიამი არის დღეს ჩემი ამამბის ბატონ პატრონი და ვაბარებ ჩემ თავს, მე აწონო. ხო, ხმაზე მეტყობა, გუშინ აღრიანცელიც მოვაწყვე, გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ დიდი მადლობა და მაგარი ბიჭები ყავს 21 წლამდელები. ხორვატიასთან უშეღავათო პენლებში. კაი მაღრიალეს. ეს ყველაფერი შესვენებაზე მოხდა, სანამ თავარი ნაკრების თამაში იყო და მე ნაკრებმა ვერა გააგრძელა ესტაფეტა 21 წლამდელების, მაგრამ მაინც მიყვარხართ ბიჭები, ჩემ გულში ხართ, თქვენს გვერდით ვარ, ჭირშიც და ლხინშიც. აი, ტრენინგი და თმინგი, რომელიც მარიამმა მომიწყო, მადლობა ემპორიუმსაც, ეხლა კი აწონო, შევდექი. დაფიქსირდა მეორე კვირის შედეგი 160 კილოგრამი და 0,5 გრამი, ანუ კილოგრამი და 800 გრამი დამიკლია მეორე კვირაში და თუ გამოვაკლებთ ამას, როგორც ვაკლებთ ხოლმე ტანსაცმლის 2 კილოგრამს, ღებულობთ 160. ღებულობთ 158 ლარი, 158 კილოგრამი, 0,5 გრამი. აი შედეგია.